ხო, რა შეიძლება ვთქვათ ამაზე, გარდა იმისა, რომ ეს არის სამართლებრივი რეპრესიის კიდევ უფრო ფართო ესკალაცია რეჟიმის მიერ და მცდელობა, რომ დამატებით წითელი ხაზები გაუვლოს ადამიანებს და გაამძაფროს მათ შორის მსუსხავი ეფექტი და თვითცენზურა ადამიანებში. ხო, ეს არის შეგვიძლია შევადაროთ გარკვეულწილად ანტისაომარი ცენზურის კანონმდებლობას რუსეთში, თუმცა ზუსტად იგივე შინაარსის ნორმა, რომლის სიტყვასიტყვით ზუსტად მსგავსი ნორმა, რომლის საფუძველზეც ახლა აი ამგვარ ცენზურას ახორციელებენ ისინი, არსებობს რუსეთში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიტყვასიტყვითი თარგმანი არის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსიდან, მათ ჯერჯერობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აქვს, მაგრამ უნდა ველოდოთ, რომ ცოტა ხანში ამას მოყვება ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც, თუ არ დააკმაყოფილათ იმ სუსხავმა ეფექტმა, რომელსაც ეს ნორმა გამოიწვევს. ხო, თავისთავად ნორმა ეს არის ჩვეულებრივი, ანუ ნორმასთან ეს პირობითია, ხო? შინაარსობრივი თვალსაზრისით ჩვენ ამას კანონი არ შეგვიძლია ვუწოდოთ. იმიტომ რომ ეს არის აზრის და გამოხატვის თვალსაზრისობრივი კონტროლის მექანიზმი, რომელიც კატეგორიულად აკრძალული არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომლის მონაწილე ჯერჯერობით ვრჩებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია ჩვენზე ვრცელდება, ხო? შესაბამისად, პოლიტიკურ დისკუსიაში საჯარო პოლიტიკური პირების მიმართ მათ შორის შეურაცხმყოფელი გამოხატვა, რომ დაცული გამოხატვა, ეს არის ამბანი გამოხატვის თავისუფლების, ხო? ეს არის ამბანი, რომელსაც ადამიანის უფლებების ნებისმიერ კურსზე, ნებისმიერ აღწერაში, ნებისმიერ როშურაში ამოიკითხავთ. ხო, ამას არ ჭირდება უმაღლესი იურიდიული განათლება. დავით, ამასთან მოდის წინააღმდეგობაში ის ცვლილება, რომელიც თებერვალში შევიდა და სწორედ აი, როდესაც სამართალწარმოებას დაუპირისპირებთო, ამ ცვლილებას გულისხმობს. მთელი ეგ პაკეტი, ქართული ოცნება. ხო, მთელი ეგ პაკეტი, რომელიც რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო დაწყებული დეკემბრიდან, ხო, რომელიც შეეხება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დრაკონულ შეზღუდვას, პრაქტიკულად აკრძალვას, პროტესტის რეპრესიის მიზნით, ეს უარყოფითად შეფასებული არის უკვე, ხო, ჩვენ გვაქვს ამაზე ავტორიტეტული დასკვნები, იქნება ეს ვენეციის კომისიიდან თუ იქნება ეს ეუთო ოდირიდან, სადაც პირდაპირ არის გამახვილებული ყურადღება იმ როგორც ფორმის დეფექტებზე, ასევე შინაარსობრივ დეფექტებზე და პროცედურის დეფექტებზე ვერაფერს ვერ აკმაყოფილებს, ხო? მათ შორის ეს ყველა ეს ღირებულება მოცემული გვაქვს საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც რეჟიმმა უბრალოდ გააუქმა. იმიტომ რომ ამ ტიპის წესების არსებობა გულისხმობს იმას, რომ არანაირი მინიმალური განზრახვაც კი რო შენ კონსტიტუციას პატივს სცემ აღარ აქვს. გამარტივია. დავით, აი ოცნებას უყვარს ხოლმე რაღაც ბრიტანული მაგალითების მოშველიება, თუ ხართ ამაზე დაკვირვებული, აი მედია ცვლილებებთან დაკავშირებითაც ამბობდნენ, რომ აი ბრიტანეთში არის ასე, ერთი სკრინი არის სოციალურ ქსელში, რომ იქ რაღაც ყოველდღიურად რამდენიმე ადამიანის ათეულობით ადამიანის დაკავება ხდებაო შეურაცხყოფელი შეტყობინებების გამო ინტერნეტში კონკრეტულად. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ და ასევე ცოტა ხნის წინ გავრცელდა საიას განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეს ცვლილება, რომლის გამოყენებაც დაიწყო თებერვალში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების ხელისუფლებამ შიშის დათესვას ისახავს მიზნად. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ეს დასაწყისში თქვი, რომ სწორედ ეს არის, ხო, მსუსხავი ეფექტი, ადამიანების თვითცენზურა და საბოლოო ჯამში მათი მხრიდან წინააღმდეგობის ჩახშობა, თუნდაც ვერბალურ დონეზე წინააღმდეგობის ჩახშობა არის ამ ყველაფრის მიზანი. ხო, რაც შეეხება მათ ჟონგლიორობას სხვადასხვა იურისდიქციიდან მოყვანილი კონტექსტიდან ამოგლეჯილი მაგალითებით, რომელთაც ისინი ცდილობენ საკუთარი რეპრესიული რეჟიმის გამართლებას, ხო? ეს ჩვეულებრივ, ანუ ახლა ის ბრიტანული მაგალითები, რაც მათ მოყვანილი აქვთ, ისევე როგორც აი საკუთარ
რეპრესიულ გადაწყვეტილებებში ისინი ხშირად ციტირებენ ხოლმე აბსოლუტურად ტყუილად და აბსოლუტურად ცრუდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან, რომელიც არაფერი საერთო ამასთან არ აქვს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ თუ ჩავხედავთ იმ საქმეებს, იქ არის განსხვავებული კონტექსტი, ხო? არ ყავს მაგალითად საჯარო პირი. საერთოდ არ გვაქვს საერთოდ პოლიტიკურ გამოხატვასთან საქმე. ეს სხვა ფილოსოფიური დებატია ზოგადად, მაგალითად იქ რაც სიძულვილის ენა რაც არის რეგულირებული, ხო? რამდენად უნდა იყოს, ან არ უნდა იყოს და რა მასშტაბით უნდა იყოს რეგულირებული, მაგრამ იქაც კი აი ეს მაგალითი რომ მოყავთ, ხო, ბრიტანეთზე. იქ არ არის საუბარი პოლიტიკურ დისკუსიაზე, პოლიტიკურ დებატებზე და მით უმეტეს საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, ხო? ეს არის იმდენად, რა ვიცი, რაღაც აღიარებული საფუძველი, ხო, თანამედროვე დემოკრატიებისა, უფლებრივი საფუძველიო, შენ არ შეგიძლია რომ თვალსაზრისობრივი ცენზურა განახორციელო პოლიტიკურ დისკუსიაზე და მათ შორის საჯარო პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა უნდა ითმინონ მათ მიმართ მათ შორის პერსონალურად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ხშირად, ხო? რატომ? რა აქვს ამას გამართლება, ხო? ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, მათ აქვს ძალაუფლება, მით უმეტეს როცა ეხება საქმე ავტორიტარულ რეჟიმს, ხო? რომელიც დიდად არც გეკითხება, ხო? ჩვენ საუბრობთ ეხლა მე რასაც ხსნი დემოკრატიული თამაშის წესებიდან, სადაც იმათ ანგარიშვალდებულება აქვთ, ხო? ანუ საჯარო პირებს. და ესენი, ანუ ანგარიშვალდებულები ხომ არ არიან დემოკრატიული პროცედურებით. ხო, ყალბი და ძალმომრეობითი პროცესით არიან მოსული და ეხლა ამაზე უკმაყოფილების მოსმენაც არ უნდათ, ხო? ანუ აი ეს მინიმალურიც არ უნდათ, რაც საბოლოო ჯამში დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს, ხო? მინიმუმი არის საბოლოო ჯამში ის, რომ თმენის ვალდებულება უნდა გაგაჩნდეს, იმიტომ რომ შენ გახდი საჯარო პირი, ხო? შენ აიღე ვალდებულება იმაზე. ის კი არა, ხო? ანუ მე რომ ეხა აქ თქვენთან აზრს საჯაროდ გამოვთქვამ, საჯაროდ ვაკრიტიკებ ძალაუფლებას, ხო? მე არ მაქვს ხოლმე პრობლემა, როდესაც გავდივარ აქედან და შემომასევენ ხოლმე თავის დაქირავებულ ტროლ-ბოტებს და მათ შორის პერსონალურად მლანძღავენ, ხო? მე ამაზე პასუხს არ ვცემ, რატომ? იმიტომ რომ მე საჯაროდ გამოვთქვამ აზრს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი პოლიტიკა, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საზოგადოება ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ვალდებული ვარ, რომ საწინააღმდეგო აზრი გამოთქმული ყველაზე მწვავედ და აბსოლუტურად შეურაცხმყოფელადაც კი ჩემს მიმართ, ხო, ავიტანო. ამათ არ უნდათ ამის მოსმენა, ამათ არ უნდათ, რა თქმა უნდა, ამის გაზიარება, იმიტომ რომ ესენი არ არიან რეალურად, ხო, ანუ ცხადი ეხლა როდესაც ავტორიტარულ რეჟიმთან გვაქვს საქმე, საუბარი იმაზე, რომ ისინი არ არიან საერთოდ დემოკრატიული ეთიკის ან რაღაც დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ან რაიმე ტიპის ისეთი ლიბერალური ღირებულებების, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, მატარებლები გასაგებია რომ ისინი არ არიან, ხო? პრობლემა არის ის, რომ ისინი წარმოგვიდგენენ, რომ თითქოს აი ჩვენ რაღაც ლიბერალური კონსტიტუცია გვაქვს, სადაც სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია. არ არის ეს სიტყვის თავისუფლება, ხო? ეს არის სიტყვის თავისუფლების დასამარება საბოლოოდ. დავით, ერთ საკითხზე მინდა კითხოთ და აი აქ რაღაც გარკვეულ დაკავშირებულ ძაფებს თუ ხედავთ იმასთან, რასაც ამბობს ტუსკი საქართველოსთან დაკავშირებით უვიზოს საფრთხეს გულისხმობ კონკრეტულად. ჩვენ ვიცით რა პირობების შესრულებაზე იყო საუბარი ამ პერიოდის განმავლობაში და ასევე ვიცით რა არის ქართული ოცნების რიტორიკა დღეს ტუსკის განცხადებაზე, რომ ეს არის შანტაჟი, რომ შანტაჟი დარჩება შანტაჟად, თუმცა ასეც და ისეც ეს მუხარები ძალიან დასანანიაო, ამაზე ლაპარაკობდა კობახიძე. რეალურად აცნობიერებს თუ არა ოცნება, როგორ ქმნის საფრთხეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და ქმნის თუ არა ოცნების პოლიტიკა საფრთხეს ამ მიმოსვლის შესაჩერებლად? ხო, ეს საბოლოო ჯამში ის რაც დონალდ ტუსკმა განაცხადა, არის ამ დინამიკაში თუ ეს ასე გაგრძელდა გარდაუვალი, ხო? გარდაუვალი, იმიტომ რომ ინტეგრაციის ჩაშლა უკვე შემდგარი ფაქტია. საქართველოს დაბრუნდეს ინტეგრაციის გზაზე კიდევ ძალიან დიდი სამუშაო იქნება დამატებით გასაწევი.
და საქართველოს ძალიან რადიკალურად და სწრაფად მიექანება იმ ბანაკში ინტეგრაციისკენ, რომელიც არის არამხოლოდ ევროპის კავშირის, არამედ ევროპის კავშირის ყველა ღირებულების წინააღმდეგ, ხო? აქედან გამომდინარე, ევროპის კავშირშიც ხო ძალიან რეალისტურად, როდესაც მათ უწევთ უკვე ძალიან ბევრ რამეზე იფიქრონ, საკუთარი უსაფრთხოება გადააფასონ, საკუთარი ასე ვთქვათ, მოწყობაზე იფიქრონ და ასე შემდეგ, ისინი ხედავენ, რომ საქართველოში სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ადამიანების ფარდობითი უმრავლესობა, რომელსაც უნდა ევროპის კავშირი და ევროპული ღირებულებები აქვს, ვერ ამარცხებს ხო, ანუ ამ პრორუსულ რეჟიმს. შესაბამისად, ძალიან რეალისტურია ის, რასაც ტუსკი საუბრობს და რასაც რეჟიმი პასუხობს. ეს არ არის, ანუ ეს არის ამ კონფლიქტის საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაღრმავება. იმიტომ რომ ამგვარად საუბარი ევროპის კავშირის საკვანძო ქვეყანასთან, ხო, როგორიც არის პოლონეთი. იმიტომ რომ აქამდე ჩვენი ინტეგრაციის შევხედოთ, ხო, საქართველოს ინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ასე შემდეგ. დაგვრჩა სამწუხაროდ. კი, დაასრულეთ წენდება და ხო, და შესაბამისად ჩვენ ეხა ისინი ხტებიან პირველი სკეპტიკოსები და ძალიან სამწუხაროდ ჩვენი ხო და ასევე ვიცით პოლონეთში საქართველების დასაქმების საკითხი და ასე შემდეგ, ამიტომ ტუსკისგან განსაკუთრებით საყურადღებო აღნიშნული განცხადება. დიდი მადლობა დავით დაგემშვიდობები. დავით ზედელაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. იწყება პროცესები, ჩვენი მეგობრის და კოლეგის ვიკა ბუკიას პროცესი.